სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ცოტა უხერხულია ამ თემაზე საუბარი, ვინაიდან საქმე ეხება ჩემს უახლოეს ადამიანს, ჩემს ოჯახის წევრს. რა თქმა უნდა, გუშინ ცოტა იყო ძალიან სასიულო მდგომარეობა შეიქმნა. ამის დანაშაულად ჩამითვალეს ის, რომ მე საერთოდ ყავს ოჯახის წევრები, ნათესავები და ასე შემდეგ. ესაც მათი მე არ მინდა რომ სხვის მორალზე ვისაუბრო, მაგრამ აქაც მორალთან გვაქვს საქმე და ზნეობასთან. ის ფაქტი, რომ ჩემი ოჯახის უახლოესი წევრი აბსოლუტურად უსაფუძვლოდ, აბსურდული ბრალდებით, უსამართლოდ დააკავეს, ერთი წელი ყავდა ციხეში გამოწყლეული, იყო მათი პირადი პატიმარი. და შემდეგ წლის განმავლობაში ჩვენ მოვისმინეთ მთელი კასკადი უსაფუძვლო ბრალდებების, მას დასწამეს ბავშვების გატაცება და საშინელებები. და ამას იმეორებდნენ ვინ? ის ადამიანები, რომლებიც გუშინ მე კითხოს მისვავდნენ მანანა ბერიკაშვილის თაობაზე. რომ თურმე მანანა ბერიკაშვილმა თქვა, რომ 10 თვის ბავშვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არსებობს რაღაც ეჭვები, რომ ჩართული იყო ნაცნობრობა. და ეს ადამიანები მე მეკითხებიან, რატომ არ დავიჭირეთ მანანა ბერიკაშვილი? ადამიანი, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ჩემი ოჯახის წევრს, რომელიც ყავთ გამოწყლეული ციხეში, რომელიც ლიკვიდაციას უწყობდნენ ციხეში, პირდაპირ მნიშვნელობით ამას ვაცხადებ, ამას ჩვენ აუცილებლად გამოვიძებთ, იმიტომ არა რომ ის არის ჩემი ოჯახის წევრი, არამედ იმიტომ რომ ის არის კიდევ ერთი უდანაშაულო ადამიანი, რომელსაც დასჯილი, აბსოლუტურად უდანაშაულო უსამართლოდ. ეს არის ჩემი პასუხი. ასე რომ როგორც ნათქვამია ყვა ჩემზე ცოდვიმ მესროლოსო. ეს არის ჩემი პასუხი მათზე. მათ ბრალდებებზე და მათ რაღაც უაზრო კრიტიკაზე. ისინი არ იყვნენ კონსტრუქციულები, თქვენ ნახეთ ალბათ გუშინ. მე მივედი იმ განწყობით, რომ პასუხი გამეცა მათ მიერ დასმულ შეკითხვებს, თუმცა რა შეკითხვები ქონდათ ალბათ მოისმინეთ. იყო რაღაც ჭორები, რაღაც აბსურდული კითხვები და ის რომ რატომ არ დავკითხეთ მანანა ბერიკაშვილი. ეს არის სამარცხვინო, ეს არის უბრალოდ ყოველგვარ ზღვარს გადაცილებული ცინიზმი. რაც შეეხება ჩემი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ დანაშაულს, რომელშიც მონაწილეობდა ძალიან ბევრი თანამშრომელი, მე მინდა მათ მოვუწოდო. მე ვიცი რომ საქმეს იძიებს მთავარ პროკურატურა, მე მინდა მათ მივმართო, როგორც ჩემს კოლეგებს. მათ აქვს შანსი რეალური, რომ დაიბრუნონ ღირსება და ის უღირს აქციები, რომელიც მათ ჩაიდინეს თუ ჩაადენინეს გასული წლის 31 ოქტომბერში, ეს სირცხული მათმა ჩამოირეცხონ. მათ მოვუწოდებ მეგობრულად, კოლეგიალურად, რომ ითანამშრომლონ მაქსიმალურად გულწრფელად გამოძიებასთან. ეს არის ჩემი რჩევა უბრალოდ. რა თქმა უნდა, ჩვენ მას მოვეპყრობით როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეს, ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე არ გვაქვს, რა თქმა უნდა, არავითარ პრივილეგიებთან, საქმე იქნება ობიექტურად შესწავლილი და გამოძიებული და დამნაშავე იქნება დასჯილი. დამკვეთიც იქნება დასჯილი, არც თავარია. თორემ იქ ძალიან ბევრი იყო უბრალოდ შემსრულებელი, სამწუხაროდ. ასეთი რეალობა ქონდა სამწუხაროდ, რომ უდანაშაულო ადამიანებს ასე უსაფუძვლოდ აკავებდნენ, იარაღს უდევდნენ, ნარკოტიკს უდევდნენ, ეს იყო მათი სტილი. ეს იყო ის მანკიერი მეთოდები, ვითაც ხელმძღვანელობდა ჩემი წინამორბედი და ზოგადად წინა ხელისუფლება.